დილამშვიდობისა ყველას ვისურვოთ კარგ დღეს. გენერალი დონოვანი და მე მოხარულები ვართ, რომ დღეს დილით სამხრეთის სადლობაში დიმას ვინძლებთ. იარაღის ძალის გარეშე, ჩვენი შეიარაღებული ძალების გარეშე ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ჩვენი სამხრეთის საზღვარზე, ზიცევასა და მექსიკას შორის საზღვარზე, გადაკვეთის შემთხვევები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მთელ ქვეყანაში მკვლელობების რაოდენობა 20%-ზე მეტით შემცირდა. ეხლა ჩვენი სამხრეთის საზღვრის ოპერაციული კონტროლი გვაქვს. ნულმა ადამიანმა გადაკვეთა ჩვენი სამხრეთის საზღვარი, არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი ყველა საზღვრის თითოეული სანტიმეტრის სრული ოპერაციული კონტროლი არ გვექნება. ეს გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომის დროს. ზუსტად ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ტორპედოებით ვძირავდით გემებს. გასულ თვეში რამდენიმე კვირა გავატარეთ ისე, რომ არც ერთ ნავზე არ დაგვიმიზნებია. რატომ? კარგი, იმიტომ რომ ბევრი გემი ვერ ვიპოვეთ ჩასაძირად. და ეს არის მთელი მიზანი. დავამყაროთ შეკავება ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, რომლებმაც თითქმის შეუზღუდავად შეძლეს კონტრაბანდის განხორციელება. და თუ შედეგი უბრალოდ დაჭერა და შემდეგ გათავისუფლება იქნებოდა, ეს ის შედეგია, რომელიც მათ უკვე დიდი ხანია გაითვალისწინეს. საჭირო იყო ახალი დინამიკის ამოქმედება, რათა მათი გადაწყვეტილების ციკლი შეცვლილიყო. უფრო მჭიდროდ მუშაობა, საერთო მიზნის მისაღწევად და ამის აგრესიულად განხორციელება. ამ ოთახში წარმოდგენილი ყველაერი დასავლური ცივილიზაციის შთამომავალია. ჩვენი ერები ყოველთვის გაერთიანებული იქნება ჩვენი მემკვიდრეობით, ისტორიითა და გეოგრაფიით. ამ ახალ სამყაროში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. და ამის გამო ჩვენ წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოცდა. დარჩებიან თუ არა ჩვენი ერები და იქნებიან თუ არა ისინი დასავლური, გამორჩეული თვისებების მქონე ერები, ქრისტიანული ერები, ღმერთის ქვეშ. ლიდერებმა სამხრეთის სარდლობას საჭირო მხარდაჭერა არ გაუწიეს. ეს იყო სარდლობა, რომელიც სავსე იყო სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ფრაზით, რომელსაც წინა ადმინისტრაციის დროს თავდაცვის დეპარტამენტი იმეორებდა. მუდმივად ამბობდნენ, ჩვენი მრავალფეროვნება, ჩვენი ძალა, ეს აბსურდია. ჩვენი ძალა, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი საერთო მიზანია. ერთად გავდივართ უთნას და გვაქვს უნარები, რომ ერთად შევასრულოთ საქმეები. ჩვენს კონტექსტში კონსტიტუცია, რომლის დაცვაზეც ერთად დავიფიცეთ, ფორმა, რომელსაც ერთად ვატარებთ, ეს არის ჩვენი ძალა. შენი ქვეყნის გამორჩეული ისტორიის გაცნობის. მათ იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ჯეიმს მონრო ობოლი იყო. როდესაც მოწინააღმდეგეები ახორციელებენ შეჭრას ამ ნახევარსფეროში, ზევას ერთ-ერთი შტატის სანაპიროზე, ალასკაზე, ან გრენლანდიის სანაპიროზე, ან მექსიკის ყურეში, ან კარიბის ზღვით კარიბის ზღვისპირეთში, ეს წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მშვიდობას ამ ნახევარსფეროში. როდესაც მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ პორტებს ან ინფრასტრუქტურას ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ზევას წერტილებში, მაგალითად პანამის არხში, ან ამყარებენ სამხედრო ბაზებს ჩვენ სანაპიროსთან ახლოს, ეს ემუქრება ამერიკის ტერიტორიას და მშვიდობას ამ ნახევარსფეროში. როდესაც ტერორისტები, მკვლელები და კარტელები იკავებენ ინფრასტრუქტურას, რესურსებსა და ქალაქებს, ან მთელ სოფლებს, ზევას საზღვრებთან და სანაპიროებთან ახლოს, ან სარგებელს იღებენ მასობრივი არალეგალური მიგრაციით, ეს წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის ტერიტორიაზე და თითოეულ თქვენგანზე. ისინი ცდილობენ ჩაანაცვლონ ისტორიული ჩრდილოეთ სამხრეთის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა რაღაცა ახალი გლობალური სამხრეთით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლურ ქვეყნებს, მაგრამ მოიცავს არადასავლურ ძალებს და სხვა მოწინააღმდეგეებს. ჩვენი გამოწვევის პასუხი არ არის ჩვენი გეოგრაფიის იგნორირება გლობალური ინტერესების სახელით, არამედ ჩვენი საერთო გეოგრაფიის მიღება ეროვნული ინტერესების სახელით. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეადგინა ახალი სტრატეგიული რუკა, რომელიც იწყება გრენლანდიიდან, გადის მექსიკის ყურემდე, პანამის არხამდე და მის მეზობელ ქვეყნებამდე. ომის დეპარტამენტში ამ სტრატეგიულ რუკას დიდ ჩრდილოეთ ამერიკას უწოდებთ. რატო? იმიტომ რომ ეკვატორის ჩრდილოეთით არსებული ყველა ერი და სუვერენული ტერიტორია გრენლანდიიდან ეკვატორამდე და ალასკადან გუანამდე არ მიეკუთვნება გლობალურ სამხრეთს. ეს ჩვენი უშუალო უსაფრთხოების პერიმეტრია, ამ ბით სამეზობლოში, სადაც ყველანი ვცხოვრობთ. ამ ქვეყნებიდან თითოეული ესაზღვრება ჩრდილოეთ ატლანტიკის ან ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეს. ამ ქვეყნებიდან თითოეული მდებარეობს ამ რეგიონის ორ ძირითად გეოგრაფიულ ბარიერზე, ამაზონსა და ანდების ქედზე, ჩრდილოეთით.
ეს არის ძირითადი გეოგრაფია, რომელსაც სკოლებში იმდენად ხშირად არ ვასწავლით, რამდენადაც უნდა ვასწავლიდეთ. ეს ერთხრივი გზა არ არის. თითოეულმა რეგიონულმა პარტნიორმა მეტი უნდა დააბანდოს საკუთარ უსაფრთხოებაში. ზუსტად თქვენაირად ჩვენს გვინდა სუვერენული, უსაფრთხო და წარმატებული ნახევარსფერო. მოდით ამერიკები კვლავ დიადი გავხადოთ. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ. დაში. ვაძლიერებ ჩვენს კავშირებს, ვცემთ პატივს სუვერენიტეტს, ვაღიარებთ ამ ნახევარსფეროს სტრატეგიულ მნიშვნელობას და მიზნად ვისახავთ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას. ჩვენი მისიის მიზნებთან ერთგულება მხოლოდ იზრდება, რადგან ჩვენი უპირატესობები განაგრძობს ზრდას. ჩვენ არ გვაკლია საბრძოლო მასალა. ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი იარაღის მარაგები საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ეს კამპანია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ, ჩვენი საბრძოლო მასალის მდგომარეობა მხოლოდ უმჯობესდება, რადგან ჩვენი უპირატესობა და შესაძლებლობები იზრდება. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ ბრძოლა და თანაც გადამწყვეტად. გქონდა შესაძლებლობა მოგესმინათ ადმირალ კუპერს. თუ ფიქრობთ, რომ უკვე რამე ნახეთ, უბრალოდ დაელოდეთ. ის საბრძოლო ძალა, რომელიც ჯერ კიდევ მოდის, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია და რომელსაც ჩვენ შევძლებთ გამოვავლინოთ. ირანს ბევრად მეტი ექნება ვიდრე ორმაგი. ვიდრე ახლა აქვს. ამჟამად, როცა ჩვენს შესაძლებლობებს, ისრაელის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს უმატებთ, ჩვენი საბრძოლო მარაგები სრულად შევსებულია და ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. დროის განრიგი ჩვენს ხელშია, რათა იმდენ ხანს ვაკონტროლოთ, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიოს ამ მიზნებს დამატებითი ძალებისა და შესაძლებლობების გაგზავნით. და მაშინ, როცა ჩვენს საბრძოლო მასალას კიდევ უფრო დამანგრეველი ეფექტი აქვს, ჩვენ ვადგენთ ტემპს და განრიგს, რომელსაც ადგილზე მყოფი მეთაური ხელმძღვანელობს. ჩვენ ყურადღებით უსმენთ ადმირალ კუპერს, რაც არ უნდა დასჭირდეს მას. მას გვერდით ეყოლება ტერი და წარმოადგენს იმ 50,000-ზე მეტ მამაკაცსა და ქალს უნიფორმაში, რომლებიც ამჟამად მსახურობენ. აი რამდენიმე მაგალითი. მხოლოდ ბოლო 62 საათში შეერთებული შტატების ბომბდამშენთა ძალებმა დაარტყეს თითქმის 200 სამიზნეს ირანის შიგნით, მათ შორის თეირანთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. და მხოლოდ ბოლო საათში ზეროის ბევრი ბომბდამშენებმა ჩამოაგდეს ათეულობით 900 კილოგრამიანი გამტანი ბომბი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მოწყობილობებს, ღრმად მიწაში დამალულებს. საინტერესოა, რომ ჩვენ დავათხით ირანის კოსმოსური სადგლობის ანალოგსაც, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნან ამერიკელებს. თუ მხოლოდ ოპერაციის ბოლო 24 საათს შევხედავ და შევადარებ სად ვიყავით დასაწყისში, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ით შემცირდა. პირველი დღიდანვე ჩვენი შეტევები ირანის საზღვაო ძალებზე გაძლიერდა. შეიძლება ცოტა ხნის წინ პრეზიდენტისგან მოისმინეთ, რომ ჩვენ ჩავძირეთ ან გავანადგურეთ 24 გემი. ეს იმ მომენტში სიმართლე იყო. ეხლა უკვე 30-ზე მეტ გემს გადავაჭარბეთ და მხოლოდ ბოლო საათებში ირანის დრომზით გემს დავარქმით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ ვინ მართავს ირანს. მიმდინარე ოპერაციის გათვალისწინებით გვაქვს დასახული მიზნები, ვიცით რას ვცდილობთ მივახციოთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ არსებობს გეგმა ახლო აღმოსავლეთიდან შეერთებულ შტატებში ახალი ლტოლვილების ტალღისთვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ რეგიონში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ასეთი დახმარების გაწევა. ჩვენ ამას არ ვგეგმავთ.